გამარჯობათ მეგობრებო, მე მართა მქვია. ეს არის ჩემი YouTube არხი ლერვის მართა. ახლა მე გასწავლით პოლიტიკურ რუკას. აბა სადაა მსოფლიოს პოლიტიკური რუკა? დავიწყოთ შვიდიცალი კონტინენტი. ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ევროპა, აზია, აფრიკა, ავსტრალია, ანტარქტიდა. ეხლა ოკეანეების თქვათ. რამდენი ოკეანეა? 5. ატლანტის ოკეანე, სამხრეთის ოკეანე, ინდოეთის ოკეანე, წყნარი ოკეანე, ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე. მეგობრებო, სანამ დედაქალაქებს და დროშებს გაჩვენებთ, არ გეგონოთ, რომ დედამიწა არის ბრტყელი, დედამიწა არის გვალი, ანუ ასეთი, უბრალოდ აი ეს ასეთი გაჭრეს და აი ასეთი იყიდება. რომ დედამიწა არის მგვალი. როგორც გლობუსია. ხო, როგორც გლობუსი. რუკაში გაშლილ მდგომარეობაშია. ხო და აქაც იგივე რაღაცებია, ხო და უფრო ცოტა სხვა ფერების და ასე უნდა ატრიალო, რომ ის ქვეყნები იმას ქნა. აი ნახო და რუკაზე უფრო ადვილად ხედავთ ყველა ქვეყანას. ხო, მაგრამ დედამიწა რა თქმა უნდათ მგვალია. ასეთი. რომ დედამიწა მგვალი იმიტომ არის, რომ ანუ ასეთია რა გლობუსი. ეს დედამიწა არა, გლობუსი ქვია, თორე დედამიწის მსგავსია. და აქაც ქვეყნები არის აღნიშნული, როგორც ასეთ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე და გლობუსზე. მოდი. მე ძალიან მიყვარს რუკები, დროშები და ქვეყნები და რაც ჩავოგითვალეთ, ამას გაჩვენებთ რუკაზე. საქართველო რუკაზე გაჩვენებთ ჯერ. საქართველოს დედაქალაქია თბილისი. აი, აქაც გაჩვენოთ, მოდი. და საქართველოს ყავს 4 მეზობელი. თურქეთის დედაქალაქია ანკარა. მოდით. აი აქ. თურქეთის დროშა, მთვარე და პატარა პატატუნა ვარსკვლავი. მეორე მეზობელი არის აზერბაიჯანი. აზერბაიჯანის დედაქალაქია ბაქო. დროშა ვნახოთ. სომხეთი ყვითელი. სომხეთის დედაქალაქია ერევანი. სომხეთი ის დამპალი რუსეთი. დამპალი რუსეთის დედაქალაქი არის მოსკოვი. და ესაა ჩვენი 4 მეზობელი. ახლა მე გაჩვენებთ, სად ვიმოგზაურე 3 ქვეყანაში, სადაც იყო დედიკოს დაბადების. მაგას გაჩვენებთ ბოლოს. დავიწყოთ. შვეიცარია. თუ იტალია. შვეიცარია. იტალიაში ჩავედით ჯერ. ხო, შვეიცარიას ვაჩვენე შენობა. აი. ძალიან პატარა და არ ჩანს. სადაა ვაფშე მე ჯერ ხედავ. შვეიცარიის დედაქალაქია ბერნი. თუ კი დროშას გაჩვენებთ, რა თქმა უნდა. ახლა გაჩვენებთ იტალიას. ჩექვას გავს. ფუსლიმის წინანატრი და ეს რაღაცის. აი აქ წერია იტალია. დედაქალაქი? რომი. ახლა გაჩვენებთ, სადაც იყო ჩემი დედიკოს დაბადების დღე. პარიზი. პარიზი.
ქვეყანა საფრანგეთი. თვითონ პარიზი არის აქ იტალიის მსგავსი, უბრალოდ აქ მწვანე, თეთრი და წითელია, ლურჯი, თეთრი და ისა წითელი. უბრალოდ თეთრი და თეთრი აქ, აი ამას და ამას ორი აქ ცოტა ერთად. მეგობრებო, ეს იყო სულ ჩვენი გეოგრაფიის პირველი გაკვეთილი და რომ არ დაგვაუწყდეს, გავიმეოროთ, რაც ვისწავლეთ ყველა თავად. საქართველო თბილისი და საქართველოს 4 მეზობელი. თურქეთი თურქეთის დედაქალაქია ანკარა. აზერბაიჯანი აზერბაიჯანის დედაქალაქია ბაქო. სომხეთი სომხეთის დედაქალაქია ერევანი. და კიდე ზემოთქვა დამპარიზეთი დამპარი რუსეთის დედაქალაქია მოსკოვი. და სად მოგზაურებთ საქვეყნოში. იტალია იტალია რას გავს ჩექვას. და დედაქალაქია რომი. კიდე პარიზი. აი ოქორის. საფრანგეთი საფრანგეთის დედაქალაქი. საფრანგეთის დედაქალაქი. და პარიზში რა ვნახეთ პარიზში ნახეთ ეიფელის კოშკი და სასახლე დისნეილენდის გვირები და კიდე შვეიცარია გაჩვენოთ და პატარა რომელიც არის შვეიცარიის დედაქალაქია ბერნი. და იყო მეგობრებო ჩვენი გეოგრაფიის პირველი გაკვეთილი. რა თქმა უნდა სხვა ვიდეოებსაც დავდებთ და ძალიან თხოვთ გამომიწერეთ subscribe და ძალიან დიდი მადლობა კიდე რომ გამომიწერეთ. გემშვიდობებით, კარგად. გამარჯობათ მეგობრებო, მე მართა მქვია. ეს არის ჩემი YouTube არხი Learn with Martha. დაგვრჩა 3.